ნახოთ მომდევნო კვირის პროგნოზი. როგორი კვირა გვექნება შემდეგ ფინანსებში, სიყვარულში და კარიერაში. ფინანსებზე დანდოთ ჯერ. მომდევნო კვირაში გამოვლინდება, იცით როგორი ტენდენცია თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში, თითქოს თქვენი სურვილები, რაც გაქვთ, რაზეც ფიქრობდით და რაღაცა ნაბიჯები გინდოდათ, რომ გადაგედგათ, თქვათ, და შიშობდით, ფრთხილობდით ძალიან, ან ვიღაცის აზრს უსმენდით, თითქოს ამ ნაბიჯს გადადგავთ. ანუ დაძლევთ ამ ემოციურ მომენტს და გადადგავთ ამ ნაბიჯებს. შესაძლოა სადღაც დაბანდებაც გინდოდათ ფულის და ეხლა ამას ბოლო-ბოლო გადაწყვიტავთ და უცებ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ უცებ ეხლა გადაწყვეტილებას კი იღებთ, მაგრამ დიდი ხანია ამაზე ფიქრობთ და დიდი ხანია გინდოდათ, რომ ეს გაგეკეთებინათ. ვიღაცისთვის ასეთი მოდის ინფორმაცია და ვიღაცისთვის როგორი ინფორმაცია მოდის, იცით? რაღაცას ვერ ახერხებთ, რომ გამოხვიდეთ, ან თქვენი ფინანსური მდგომარეობა რაღაცა წრეზე ტრიალებს, აი ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ ვერ იღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას და თან ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებთ, რომ ეს კონკრეტულად თქვენზეა დამოკიდებული და არა ვიღაცა სხვაზე. ანუ სულ უყურებთ, რომ აი მიზეზი გაქვთ ყოველთვის რაღაცა, რაც გიშლით ხელს თითქოს გადაწყვეტილების მიღებაში და აი აქედან რომ გამოხვიდეთ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები, რომ გადადგათ, რომ აი ის მოხდა, ეს მოხდა, აი ემოციებზე გადაგყავთ თქვენი ყურადღება, გადაგაქვთ თქვენი ყურადღება და რეალურად ის რაც გასაკეთებელია, იმას არ აკეთებთ. ანუ შეიძლება რაღაცა ნაბიჯებია, უნდა წახვიდე იქ ნახო, რაღაცა მოიძიო, რაღაცა, ანუ თქვენი მიზნის კი ხო, რაც თქვათ ფინანსურ წარმატებას მოგიტანს, რაღაცა ქმედებებია საჭირო. ამ ქმედებებს არ აკეთებთ და ყოველთვის გაქვთ რაღაცა მიზეზი, ხო? რაღაც დეპრესიაში ვარ, ან ნუ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში რაღაცა გიშლით ხელს შინაგანი ემოციები, გარეგანი არ არის ეს. გარეგანიც რო იყოს, ის კონკრეტულად თქვენ საქმეს არ უშლის ხელს, მაგრამ თქვენ იმას აბრალებთ, რომ აი ამიტომ ვერ მოქმედებთ. ამას შეიძლება არც ამბობდეთ საერთოდ, მაგრამ აი შინაგანადაც ასე ხართ, რომ აი მინდოდა რაღაცა გამეკეთებინა, თითქოს დავიწყე მოძრაობა, მაგრამ უცებ ხელი შემეშალა. შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, რომ თქვენი ფინანსური ნაკადები და თუ მამაკაცი ხართ და იყოს კავშირში ქალთან ურთიერთობებთან, თქვენს ქალთან ურთიერთობასთან იყოს კავშირში, რატომ? აქ ნახეთ როგორ რაღაცა ჩანს. ანუ მამაკაცის ფინანსური ნაკადები, ზრდასრულ მამაკაცზე მაქვს ხო საუბარი, ვისაც ყავს თქვა პარტნიორი ქალი და ასე შემდეგ. ასეთი მამაკაცების ფინანსური ნაკადები ყოველთვის არის კავშირში მის ქალთან. ის ქალი აძლევს ძალას, პარტნიორი აძლევს ძალას, იმიტომ რამდენადაც პატივისცემით ეკიდები შენს პარტნიორ ქალს, იმდენად დიდი ფინანსური ნაკადი გეხსნება. თუ გახსნილი და დაიწყებ ამ უპატივცემლობას, რაში გამოიხატება? არანაირი ვთქვათ ყურადღება შეიძლება აქცევ, მაგრამ რაღაცა საჩუქრები, ანუ ის შენი პარტნიორი ქალი შენის უნდა იყოს კმაყოფილი, რომ მისი ენერგეტიკაც მოდიოდეს და კიდევ უფრო აძლიერებდეს თქვენს ფინანსურ ნაკადს. და გაცვლა კიდე ენერგიების, ის ქალი გაძლევს შენი პარტნიორი ძალიან დიდ მუხტს და იმის ნაცვლად, რომ მადლობა უთხრა რაღაცით გამოხატო, ბრაზობ და კონფლიქტი გაქვს მასთან. ხო და ეს უკან გწევთ. თქვენს ფინანსებს ეს აზარალებს, ეს გაითვალისწინეთ, ეს შეიძლება ვიღაცისთვის საჭირო ინფორმაციაა და საჯარო გაშლაში და ამას მიაქციეთ ყურადღება. რა თქმა უნდა, პირად კონსულტაციებზე შეიძლება გამოჩნდეს, თუ კი ფინანსური ნაკადი რაღაცა შეჩერებული არის, შეიძლება გამოჩნდეს
კონკრეტული მიზეზები, როდესაც იქნება კონკრეტული თქვენზე გაშლა, იქ უფრო ჩაიშლება რა არის რაღაცა შეფერხების მიზეზი. რეალურად აქ ჩანს ახლა, რომ თქვენი შინაგანი დამოკიდებულებები არის მიზეზი და ნახოთ აბა თუ მოხდება გამოსწორება. აი ნახეთ, პირდაპირ შეყვარებულების არკანი დაედო და მიდასტურა ის, რაზეც საუბრობდი, რომ არის აქ ნამდვილად თქვათ თუ არის შეფერხება რაღაცა გარკვეული ნაკადში, თქვენს ფინანსურ ნაკადში, აქ გამოსწორება ამ სიტუაციის ვიღაცისთვის, ვისაც საუბრობდი, არის სწორედ ამით, რომ დააფასოთ თქვენი საყვარელი ადამიანი, თქვენი პარტნიორი, ვის გვერდითაც იმყოფებით. და გამოსწორებაზე ვეკითხები, ახლა როგორ გამოსწორდება სიტუაცია. შეიძლება იყოს, რომ მიმართულება მოგცეთ ადამიანმა, ან დაგეხმაროთ ვიღაცა და ბიძგი მოგცეთ და გაგიყვანოთ რაღაცა გარკვეულ ნაკადზე. კონფლიქტური სიტუაციაც ხო შეიძლება იყოს ბიძგი თქვენი განვითარების და ამას ასეც შეხედეთ რა, აი თუ კი ვინმე ცოტა კაცრად გეკცევათ, ну ადამიანი რომელსაც აქვს ამისი უფლება, ხო, შეიძლება ეს იყოს თქვენი ზემდგომი, შეიძლება იყოს თქვენი უფროსი, შეიძლება იყოს პროექტის ხელმძღვანელი, შეიძლება იყოს თქვენი მამა, ხო? და ცოტა ესე დარიგებას გაძლევთ, ოღონდ ცოტა კაცრი სახით, ხო, კაცრად გეუბნებათ რაღაცებს, ხო? თქვენთვის ეს ჩათვალეთ, რომ ბიძგი და დახმარება. ასე მოდის ყოველ შემთხვევაში აქ, რომ აი ამ დაბნეული სიტუაციიდან გამოგიყვანთ. ანუ აი თუ თქვენ ახლა ვერ ხვდებით რა მიმართულებით წახვიდეთ, რომ ფინანსური ნაკადი გაიხსნას თქვენი, ხო? ამ შემთხვევაში ვიღაცის ესეთი ჩარევა იქნება, შეიძლება კონფლიქტურიც არ იყოს, მაგრამ აი უბრალოდ ესეთი ავტორიტეტული ადამიანი ჩაერიოს და რაღაცა მიმართულება მოგცეთ, ხო? აქ ჩანს, რომ დახმარება მოდის თქვენთან და ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი ფინანსური ნაკადი გაიხსნას და ეს სავარაუდოდ იქნება მშვენიერი, იმიტომ რომ ძალიან კარგ შედეგებზე გახვალთ. ძალიან კარგ შედეგებზე გახვალთ, სავარაუდოდ ალბათ გაითვალისწინებთ ამ სამყაროს რჩევებს, რაც მოდის, მიიღებთ დახმარებას, სამუშაოც გამოგიჩნდებათ, მიატოვებთ დარდს და ფიქრს ამ თქვენს წარსულ რაღაცა სიტუაციებზე, აი ამ რაღაც გაჭედვაზე, რაც იყო, მიატოვებთ ამაზე ფიქრს და აი სამყარო, რასაც გაძლევთ ახალ შესაძლებლობას, რომელსაც მანამდე ვერ ამჩნევდით, თორე ყოველთვის იყო ეს შესაძლებლობა, მანამდე იმდენად იყავით თქვენი ემოციებით დაკავებული და რაღაცა ემოციურ ფონზე გადართული, რომ ვერ ხედავდით ამ გზას და დახმარებას. ეხლა უკვე მოდის აი ესეთი მომენტი, რომ ამ დახმარებას მიიღებთ, ამ ახალ სიტუაციას მიიღებთ, შემოდის თქვენთან საკმაოდ კარგი ფინანსები და საკმაოდ კარგი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს სამსახური, ახალი, კი, მოგიწევთ იქ შრომა, როგორ არა, მაგრამ შედეგით საკმაოდ კარგი გექნებათ. აი ესეთი მომენტი. აქ კიდე შეიძლება ახლა წამოვიდა ესეთი ინფორმაცია, რომ ვიღაცა ვინც თქვათ სამსახურს ეძებდა, ხო? ესეც იპოვის. სამსახურს იპოვით აუცილებლად და თან კმაყოფილი იქნებით თქვენი ახალი სამსახურით. მოდით ახლა ნახოთ სიტუაცია სიყვარულზე, ნახოთ მომდევნო კვირაში რა გველოდება სასიყვარულო ამბებში. ეს გაშლა ალბათ ეხება ადამიანს, რომელიც გოგოს უფრო მე მგონი, ნახოთ შეიძლება ეს იყოს გოგოც და ბიჭიც, ნახოთ როგორ გაგრძელდება, მაგრამ ამ წუთას მოდის ინფორმაცია გოგო ქალი, რომელიც არის თავისი ბედის მმართველი, ვთქვათ ასე. ვიღაცა შეიძლება იყოს გაყრილი, ვიღაცა პირიქით მარტო ჯერჯერობით არის ეს ქალი, მოკლედ მარტო. საკმაოდ კარგად მართავს თავის ცხოვრებას, მაგრამ როგორც ჩანს, სჭირდება დასვენება. შეიძლება აქ როგორი მომენტია, იცით,
ელოდება რომ მის ცხოვრებაში შემოვა ადამიანი ვინც თქვათ მოიტანს არა მხოლოდ თქვათ გართობა და რაღაცა ესეთი იქნება, არამედ უფრო სტაბილურ ურთიერთობებს, უფრო რაღაცა სტაბილური იქნება და იქნება სიყვარული. კი, ცოტა უკვე ამ გოგოს ყველაფერი დალაგებული აქვს, ასე ვთქვათ, ხო, ცხოვრების სხვა სფეროებში. და მას აკლია სიყვარული. იმისთვის, რომ სრულად ბედნიერად იგრძნოს თავი, სჭირდება ახალი ურთიერთობა. ნამდვილად ასეა და მოდით ვნახოთ მომდევნო კვირაში როგორ განვითარდება. აქ იქნება რაღაც ახალი ურთიერთობა, თქვენ გაიცნობთ ახალ პიროვნებას და შეხვალთ ამ კავშირში, საკმაოდ ღრმად შეხვალთ სხვათა შორის და თქვენ ისეთ თვისებებს გამოავლენთ, რომ ამ ადამიანისთვის იქნებით აღმოჩენა. მოდით ვნახოთ როგორი განვითარება შეიძლება გქონდეს ამ. აქ ჩანს კიდევ ერთხელ ვიტყვით, ვიზე არის ეს გაშლა, ვიღაცასთან რეზონირდება ადამიანთან, რომელიც ელოდება სიყვარულს, აი როგორც ვახსენე, ყველაფერი თითქოს დალაგებული აქვს და აი გული გატეხილი აქვს, იმიტომ რომ მასთან რაღაცა გრძნობები არ არის სერიოზული და ასე შემდეგ, რაღაცა სიახლეში შედიხართ თქვენ აუცილებლად. შეიძლება ინტერნეტითაც გაიცნოთ ეს ადამიანი არ არის გამორიცხული, შეიძლება რაღაცა ისეთ ადგილას შეხვდეთ, რაღაცა შეკრებაზე შეხვდეთ, ან ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც უკვე გაკვირდებათ თქვენ და თქვენზე იცის რაღაცეები და გადმოდგავს ბოლო-ბოლო ნაბიჯს და გაგიცნობთ და თქვენთვის, თქვენ სხვათა შორის საკმაოდ ისე მიუდგებით გონივრულად ამას თავიდან, აი რაღაცა ესეთ აწონდ-აწონვას დაიწყებთ, მაგრამ საკმაოდ მალე მოახერხებს ეს ადამიანი, რომ შემოვიდეს თქვენთან ახლო კონტაქტში და აი რაღაცა ახალი მოდის თქვენთან, ახალი გრძნობები და ახალი სიყვარული მოდის ამ გოგოსთან, ვინც არის მოლოდინში, ვინც ხართ მოლოდინში. მოკლედ ახლა უკვე მოდის ესეთ ინფორმაცია, რომ ეს მხოლოდ გოგო არ არის და არის მამაკაციც, ანუ ვინც ხართ ახლა ახალი სიყვარულის მოლოდინში და თქვენ გჭირდებათ ეს გრძნობა, იწყება აქ რაღაცა მოძრაობა მომდევნო კვირაში და ძალიან სწრაფად აეწყობა, მოდის მოკლედ თქვენთან ახალი სიყვარული, ესეთ კარგ გრძნობებში იქნებით, იცით, საკმაოდ კარგ ემოციურ გრძნობებში იქნებით და აქ სიყვარული ვნებასთანაც იქნება საკმაოდ დაკავშირებული. პირდაპირ მოდის ეს რაღაცა, დღეს მოდის ეს ინფორმაცია. მომდევნო კვირა სავსე გექნებათ ემოციებით და დატვირთული იქნება აი სასიყვარულო ასპექტში მომდევნო კვირა ემოციებით. და მოდით ახლა ვინც ელოდება, ვთქვათ, რომ გამოჩნდეს მისი საყვარელი ადამიანი, ვიკითხოთ მომდევნო კვირაში ეს ადამიანი გამოჩნდება. ამიტომ თქვენც დაგტოვოთ ეს უყურადღებოთ, ვინც ხართ მოლოდინის რეჟიმში, თქვენთვისაც მინდა ვნახო ინფორმაცია სამყაროსგან. და შეგახსენებთ მაინც, რომ ეს არის საჯარო გაშლები და თქვენ შეგიძლიათ რომ მომმართოთ პირად კონსულტაციაზე, მით უმეტეს რომ ახლა უკვე დაწყებულია ჩაწერა წლიურ გაშლებზე და გაიგებთ ინფორმაციას მთელი წლის მანძილზე კონკრეტულად თქვენ რა გელით და დავუბრუნდეთ ჩვენ სიტუაციას. ესე იგი, ვინც ელოდებით ძალიან მოლოდინში ხართ და ძალიან გულით გინდათ რომ მოვიდეს თქვენი ადამიანი და ფიქრობთ მასზე, გაგეხარდებათ ამ კვირაში ეს ადამიანი გამოჩნდება და თან მოგიყვებათ მიზეზებს, რატომ არ ჩანდა აქამდე შემოვაუწებთ. გეტყვით რა იყო მისი განმარტოების მიზეზი, ფიქრობს ის თქვენზე ფიქრობს და შეიძლება ვერ ახერხებთ ეს მოსვლას, მაგრამ ძალიან უნდა თქვენი ნახვა და ეს შეხვედრა მოხდება კიდევაც, მოხდება ეს შეხვედრა და შეეცადეთ, რომ თქვენ ისე დახვდეთ, რომ საქმეების გარჩევა არ დაუწყოთ, რატო არ იყო ამდენი ხანი თქვენთან. ფიქრობს ნამდვილად თქვენზე და თქვენთან შეხვედრა უნდა. და აი ვინც ვთქვათ ელოდებით ამ შეხვედრას ძალიან
ჩათვალეთ, რომ მომდევნო კვირაში ეს გექნებათ. ჩვენიერი გაშლა იყო მეგობრებო, როგორც ხედავთ და თუ კიდე გსურთ და გაქვთ რაღაცა შეკითხვები, მომწერეთ კომენტარებში, რა გაშლად შეიძლება რომ გაკეთდეს საჯაროდ ყველა კითხვაზე გიპასუხებთ და შევეცდები რომ გავაკეთო საჯარო გაშლის სახით.